მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წელი ივლისი ამოცანა ნომერი 2. დიაგრამის 5 წერტილი გამოხატავს 5 სხვადასხვა რეზისტორის ერთწინაღობებს და მათზე მოდებულ უძაბოებს და გვეკითხებიან რომელ რეზისტორზე გამოიყოფა ყველაზე დიდი სიმძლავრე. ახლა რადგანაც ჩვენ აქ მოცემული გვაქვს ძაბვის წინაღობაზე დამოკიდებულება, ჩვენ დაგვჭირდება სიმძლავრის ის ფორმულა, სადაც ეს ორი სიდიდე შედის. შესაბამისად, მოდით ახლა თითოეული წერტილისთვის გამოვითვალოთ სიმძლავრე. ამისთვის დაგვჭირდება, მოდით თან ესენი გადავზოვოთ, ხო? ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6 პირობითად ავიღეთ თითო დანაყოფი. იყოს ერთ შეესაბამებოდეს, აქ იქნება ანალოგიურად 1, 2, 3, 4, 5 და 6, ხო აქაც. და რა იქნება P1? P1 ნტოლი იქნება U1-ის კვადრატი შეფარდებული R1-თან. U1, როგორც ნახაზიდან ხედავთ, არის 6, ხო? 6-ის კვადრატი მოგცემს 36 შეფარდებული R1-თან. R1 კიდე 6-ია ანალოგიურად. ეს მოგცემს 6 ვატს. შესაბამისად P2-ისთვის გექნება P2-ისთვის U2-ის კვადრატი შეფარდებული R2-თან. ანალოგიურად U2 როგორც ხედავთ 5-ია, ხო? 5-ია, 5-ის კვადრატი მოგცემს 25-ს. და მეორე წერტილის შესაბამისი R-იც 5 არის. შესაბამისად ეს გაიყოფა 5-ზე, ეს მოგცემს 5 ვატს. P3 რა იქნება? P3-ის შესაბამისი ძაბვა არის ანალოგიურად 5, 5-ის კვადრატი მოგცემს 25-ს, 25 შეფარდებული 3 წერტილის შესაბამის R-თან, რომელიც 3-ია. ნუ ეს დაახლოებით ტოლი გამოგვდის 8.1/3, ესე იგი 8.9. P4 ნას ვნახოთ, P4-ში გვექნება 4 შესაბამისი წერტილი ძაბვა არის 4, 4-ის კვადრატი მოგცემს 16 შეფარდებული R-თან, რომელიც 2 ტოლია როგორც ხედავთ, ეს იქნება 8 და მოდით P5-იც ვნახოთ, P5 იქნება P5-ის შესაბამისი ძაბვა არის 3, 3-ის კვადრატი მოგცემს 9, 9 შეფარდებული R-თან, რომელიც 1 ტოლია, ეს კიდევ იქნება 9 ვატის. ახაც დავუწეროთ ერთეულები. და როგორც ხედავთ, ამ 5 სიმძლავრიდან ყველაზე დიდი წარმოადგენს მეხუთე რეზისტორზე გამოყოფილი სიმძლავრე, შესაბამისად პასუხი იქნება E5.